რეგიონის დროით. გადაცემას წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ჯიპაკის პროგრამის მხარდაჭერითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მოგესალმებით, თქვენს მეტ გადაცემას რეგიონის დროით FM 104.4-ზე მე მისი წამყვანი ხატია ჯამალაშვილი ვარ. თქვენ შეგიძლიათ 40 წუთის განმავლობაში გვისმინოთ და არეკოთ პირდაპირ ეთერში და დასვათ ნებისმიერი სახის კითხვა და ისაუბროთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე. დღევანდელი გადაცემის თემა რეგიონებში ჰაერის დაბინძურების დონეა, რომელიც საკმაოდ მაღალია. დაბინძურებას ხშირად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების, სამშენებლო სამუშაოები და სხვადასხვა ქარხნები იწვევენ. არსებობს თუ არა რაიმე ტიპის კონტროლი ჰაერის დაბინძურების დონის დასადგენად და რა საფრთხე შემცველია დაბინძურებული გარემო? ამ კითხვებზე პასუხისგაცემას შეეცდებიან ჩვენი სტუმრები. დღეს სტუდიაში სტუმრად არიან გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მართვის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია. ასევე გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში ჩაგურთვებიან არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოვიჟენის აღმასრულებელი დირექტორი ნინო სულხანიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის უფროსი გიორგი დემურიშვილი. თუმცა ვიდრე უშუალოდ თემის განხილვაზე გადავალთ, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ჩვენი კორესპონდენტის ანი არჩვაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც დეტალურადაა საუბარი თემის შესახებ. საქართველოს ჰაერში მტვრისა და მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია დასაშვები ნორმის მაქსიმალურ მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება. ეს ყველაფერი საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის. ჰაერის დაბინძურების ძირითად მიზეზს გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით ავტომობილების წილი ქვეყნის მთლიან გამონაბოლქვში 71% შეადგენს. სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით ჰაერის შემცველობა დღეში 3-ჯერ იზომება. ბოლო მონაცემებით დასაშვებ ნორმას ზესტაფონი 2-ჯერ, ბათუმი 3-ჯერ, ხოლო ქუთაისი 4-ჯერ აღემატება. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მარინე არაბიძის თქმით, ტვერთან ერთად მონიტორინგი ნახშირ ჟანგს, გოგირდსა და აზოტის დიოქსიდებსაც უტარდებათ, რომელთა მაჩვენებელიც დასაშვებ ნორმას 2-ჯერ აღემატება. ტვრის დაბინძურება აქ ყველა ქალაქში აღინიშნება, რადგან აი გამონაბოლქვებზე და რაც შეეხება თვითონ აი CO-ს, ანუ ნახშირ-ჟანგის, ამ ქალაქებშიც ვაფიქსირებთ გადაჭარბებებს. ტვრის გარდა მონიტორინგში ასევე შედის ნახშირ-ჟანგის გაზომა და გოგირდის და აზოტის დიოქსიდების იზომება და გასული წლის საშუალო წლიური მონაცემებით და ასევე დაახლოებით საშუალო წლიური მონაცემებით 2-ჯერ აღემატებოდა ისინი ნორმას. პიკის საათები არ არის, ასე ვთქვათ, ძალიან სასიამოვნო ადამიანის ჯანმრთელობის დროს ცირნობა. წვრილი ნაწილაკები, მიწისპირა ოზონი, აზოტის ორჟანგი, ნახშირ-ჟანგი და ნახშირ-ოჟანგი, ნივთიერებები, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის ძირითად გამაბინძურებლად ითვლებიან, ხელს უწყობს ნაადრევის სიკვდილის, ასთმის, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის, კიბოს და გულ-სისწრაფთა დაავადებების წარმოქმნას. სხვადასხვა დაავადებების განვითარების გამოწვევ ფაქტორებზე საუბრობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, გარემო დაავადების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. Campană are გარემოს დაბინძურება სხვადასხვა დაავადებების განვითარებაში. მათ შორის პირველ რიგში აღსანიშნავია გულ-სისწრაფთა დაავადებები, სასუნთქის სისტემის დაავადებები და ფუნქციონალური დაავადებები. ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით დაახლოებით 20-დან 22%-მდე მოდის გარემო ფაქტორზე გლობალურად. 2005 წლის მონაცემებია საქართველოში ავადების წრეთის 17% ქვეყანაში განპირობებულია გარემო ფაქტორის ზემოქმედება. გარემოს სამინისტროში პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალური კომისია შეიქმნა. გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი რადიო 1-დან ამბობს, რომ ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების პროგრამა უკვე შექმნილია და იგი რიგ ღონისძიებებზე საუბრობს. პროგრამაში გაწერილია ძირითადი მიზნები. ეს მიზნებია თქვათ ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ავტოპარკის etapობრივი გაახალგაზრდობა და უფრო სუფთა ავტოპარკის მიღება. აქ არის საწვავის ხარისხის გაუმჯობესება და მასზე სახელმწიფო კონტროლის დამყარების საკითხები, აქ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გაუმჯობესების საკითხები, აქ არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საკითხები და შესაბამისი კვლევების ახალისება. კონკრეტულ ღონისძიებაზე
ღონისძიებებს რაც შეეხება, თქვათ, პირველი პუნქტი ეხებოდა რეკომენდაციას, რომ ტექდათვალიერებლების აღდგენა საჭიროა ქვეყანაში. ტექდათვალიერება კონკრეტულად მნიშვნელოვნად იმოქმედებს აირის ხარისხის გაუმჯობესებაზე, იმიტომ რომ გამართული და გაუმართავი მანქანას შორის გაფრქვევები რამოდენიმეჯერ იზრდება. გაუმართავი მანქანა რამოდენიმეჯერ მეტ გამონდაბოლქვას წარმოქმნის. ქვეყნის მასშტაბით ავტომანქანების უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია და დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს. ძველი მანქანების უმეტესობას არ აქვს გარდამქმნელი, რომელიც ზოგიერთი მავნე ნივთიერების გამოყოფას შეამცირებდა. ტექდათვალიერების შემოღებას უარყოფითად აფასებს გარემოს დამცველი ავთო ამირანაშვილი. მისი თქმით, ტექნიკურად გაუმართავობის გამო ტექდათვალიერებას ავტომანქანების უმეტესობა ვერ გაივლის. საუბარი იმაზე, რომ ტექდათვალიერება მანქანების გააკეთონ, ეს საქმეს არ უჩვევის, იმიტომ არც ერთი მანქანა ამ ტექდათვალიერებას არ გავა. ერთადაც ძველი პარკი არის. უნდა რომ გააჩენო მთელი ტრანსპორტი, მაშინ გააკეთო. კანონის თანახმად 2015 წლის 1 მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე ტექდათვალიერებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება. თქვენ მოისმენთ ჩვენი კორესპონდენტის ანი არჩევაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. თქვენ ისევ საზოგადოებრივ რადიოს და გადაცემას რეგიონის დროით უსმენთ. გადაცემის ონლაინ რეჟიმში ყურებაც შეგიძლიათ, ამისთვის უნდა მოძებნოთ radio 1.j და აირჩიოთ ფუნქცია ვიდეო ჩვენება. ასევე შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ნომრებზე 2409192 ან 24092 და დაგვისვით თქვენთვის საინტერესო კითხვები. გადავიდეთ თემის განხილვაზე. ბატონო ნოე, თქვენთან მექნება პირველი კითხვა. თქვენ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმოადგენთ და რა მონაცემები გაქვთ, რა დონეა დღეს ჰაერის დაბინძურების საქართველოში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და რომ ამ თემას დავუთმეთ გადაცემა. რაც შეეხება ჰაერის ხარისხის მდგომარეობას, სამწუხაროდ ზოგადად ამ თემაზე საუბარი, როგორც ვთქვათ, სიუჟეტში იყო ცოტა რთულია, იმიტომ რომ ქვეყანაში არის ძალიან სუსტად განვითარებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. წარმოიდგინეთ, სულ 5 ქალაქში ხდება ჰაერის ხარისხზე დაკვირვება, ამ 5 ქალაქიდან 4-ში მხოლოდ ერთი სადგური გვაქვს, ანუ ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, რუსთავში გვაქვს მხოლოდ ერთი სადგური. რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს სრულყოფილ ინფორმაციას ამ ქალაქებში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. ეს ყველა ეს სადგური აი 4 ქალაქში განთავსებულია გზის პირას, ანუ ზომავს პრაქტიკულად ყველაზე დაბინძურებულ წერტილებს აი ამ ქალაქების. რაც შეეხება თბილისში გვაქვს 4 სადგური, ამ 4-დან ერთია თანამედროვე ავტომატური ევროსტანდარტების შესაბამისი დაკვირვების სადგური, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ზომავს ყველა ძირითად დამაბინძურებელს. რაც შეეხება დანარჩენ 3 სადგურს, ისინია მოძველებული საბჭოთა კავშირის დროინდელი, ესე ვთქვათ, სადგურები, სადაც სინჯების აღება არ ხდება ავტომატურად, იქ ხელით ხდება სინჯების აღება. სინჯების აღება ხდება დღეში 3-ჯერ პიკის საათებში. ეს 3 სადგურიც განთავსებულია ასევე ძალიან დიდ გზის პირას, ძალიან ახლოს პირდაპირ ტროტუართან. ეს არის აღმაშენებლის და თამარმეფის კვეთაზე, ეს არის წერეთლის და მოსკოვის გამზირებზე. ესენიც აქაც იმიტომ ფიქსირდება ესეთი მაღალი გადაჭარბებები, რომ პირველ რიგში პიკის საათში ხდება, მერე პირდაპირ ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან ძალიან ახლოს ხდება ამ სინჯების აღება. რაც შეეხება ამ ავტომატურ სადგურს, რომელიც განთავსებულია ვაშლიჯვრის მეტეო სადგურზე, ეს არის დაახლოებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარედ. სპეციალურად იქნა ეს ადგილი შერჩეული, რადგან ერთადერთი ავტომატური სადგური იყო, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გაგვიზომო ქალაქის ფონური მდგომარეობა, ანუ ეს არის ფონური სადგური, რომელიც გვაძლევს ზოგად ინფორმაციას, რა ფონს ქმნის ქალაქში, თქვათ, მთლიანი დაბინძურება. ჩვენ და საბედნიეროდ იქ არ ფიქსირდება პრაქტიკულად არც ერთი კომპონენტის გადაჭარბება, თუ არ ვწდები ოზონის, მიწისპირა ოზონის გადაჭარბებები ფიქსირდება შუადღეს და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ გარეუბნებში იდევნება ძირითადად მიწისპირა ოზონი და შუადღესთან მზის აქტივობის დროს აქტიურად წარმოიქმნება ოზონის მოლეკულები. რაც შეეხება ქალაქის ცენტრებს, იქ რა თქმა უნდა არის გადაჭრება ფიქსირდება და ჩვენი ავტოპარკის და ჩვენი საწვავის გათვალისწინებით სხვანაირად არჩილება იყოს აბსოლუტურად ლოგიკურია სამწუხაროდ. დიახ, უკაცრავად გაწყვეტინოთ, რაც შეეხება რეგიონებს, იქ რა მდგომარეობა ამ კუთხით, ანუ გასაგებია რომ თბილისში შეიძლება გაცილებით მაღალი დონე იყოს დაბინძურების, რეგიონში მგონია რომ რატომღაც ჩემი პირადი სუბიექტური აზრია რომ ცოტა უკონტროლოა ეს მიმართულება, გარდა თბილი თქვენც აღნიშნეთ რომ ზოგადად ეს სფერო პრობლემურია, მაგრამ რეგიონში რა მდგომარეობა ჰაერის დაბინძურების კუთხით. რეგიონში აი 4 ქალაქში როგორც ჩამოთვალე, მხოლოდ ერთი სადგურია კიდე ერთხელ გავუმეორებდი. გარდა იმისა, ანუ აი ჰაერის დაბინძურება რა დონეზეა დღეს კონკრეტული მონაცემი თუ გაქვთ?
აი ჩვენი კონკრეტული მონაცემები ხარისხის მდგომარეობის ერთადერთი წყარო პრაქტიკულად არის, პრაქტიკულად კი ერთადერთი წყარო არის აი სადგურები, რომელიც განთავსებულია და რომელიც ზომავს. ერთი სადგური, როგორც უკვე თქვი, ვერ გვაძლევს სრულყოფილ ინფორმაციას. ქუთაისში თქვათ ძალიან აქტიური გზის პირას არის განთავსებული. თქვათ ის მონაცემები რო ავიღოთ ქუთაისის მონაცემები, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქუთაისში უფრო ცუდი არის ხარისხი ვიდრე თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, სანამ არ გვექნება მთლიანი სურათი, ანუ იმ რაოდენობის სადგურები, რომ მთლიანი სურათი მოგვცეს ქალაქში ზოგადად რა მდგომარეობა, ძალიან რთულია ამაზე საუბარი. თუმცა იმედია, რომ უახლოეს მომავალში წლის ბოლოს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში იგეგმება პროექტის დასრულება, რომელიც მოგცემს პასუხს აი ამაზე, თუ რამდენი სადგური გვჭირდება, რომელ ქალაქში უნდა მოხდეს დაკვირვება, რა ტიპის უნდა იყოს ეს სადგურები და კონკრეტულად სად უნდა განთავსდეს. ანუ ჯერჯერობით არ გაქვთ დეტალური ინფორმაცია, რა რაოდენობის უნდა იყოს, ხო? ჯერჯერობით არ. რატომ არ კონტროლდებოდა ამდენი ხნის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, ანუ არ იყო პრიორიტეტი გარემოს დაცვა სახელმწიფოსთვის, ანუ სტრატეგია თუ არსებობს რაიმე, რაც რომლის მიხედვითაც მოქმედებს თქვენი უწყება? რა თქმა უნდა, ქვეყანას აქვს განვითარების სამოქმედო გეგმა, ანუ სტრატეგიული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა, ესე ვთქვათ, ცდილობს განვითარდეს, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის სტრატეგიაც შექმნილი და შეიძლება ის დაგვარად, ესე ვთქვათ, სახელმწიფო ცდილობს ამ კუთხით შეასრულოს ის გეგმა, რომელიც არის იქმნება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. გარემოს დაცვის სამინისტრო შეიძლება დაგვარად მისი რესურსების და სტატუსის, ესე ვთქვათ, და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობდა განახორციელებინა ეს გეგმები, თუმცა ვიცით, რომ ვთქვათ, ბოლო წლებში საკმაოდ შესუსტდა სამინისტრო, ესე ვთქვათ, თუმცა შემდეგ ხელისუფლების ცვლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისევ გაძლიერდა, შემოუერთდა მას ის დაკარგული ფუნქციები, რომელიც ჰქონდა და იმედია კიდევ უფრო აქტიურად ვთქვათ, დაიცავს გარემოს. დიახ. ბატონო ირაკლი, თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენთ, თუმცა მანამდე მინდა წაგიკითხოთ ერთ-ერთი ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ შემაშფოთებელია, ანუ სხვადასხვა დაბინძურების დროს, ჰაერის დაბინძურების დროს რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მეტალის ჭარბმა რაოდენობამ, შეიძლება გამოიწვიოს ძირითადად ცენტრალურ მაგისტრალებზე მცხოვრებ პირებს აწუხებთ ეს 25%-ს აღინიშნება შარდში და თმაში ტყვის საკმაოდ მაღალი კონცენტრირება, ასევე ეს ყველაფერი იწვევს გულსის ძაღლთა დაავადებას, კიბოს, იშემიას, ასე შემდეგ, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია ამ დაავადებების შემაშფოთებელი ის არის სტატია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ დღევანდელი მდგომარეობით, თქვენ როგორც ვიცი კვლევასაც ატარებთ ზოგადს, რა ინფორმაცია გაქვთ დღეს, რა დონეა ჰაერის დაბინძურების საქართველოს მასშტაბით? პირველ ყოვლისა მივესალმებ მსმენელს. ასევე მე მინდა გამოვიყენო ეს ეთერი და ვთქვა ჩვენი ორგანიზაცია სხვა ორ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ეკოვიჟენთან და ჰოლანდიურ ორგანიზაციასთან ერთად, ელვასთან ახორციელებს პროექტს ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგი. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ რა თქმა უნდა დავიწყეთ კვლევის ჩატარება და კვლევის შედეგები, ანუ ზოგადად საზოგადოებრივი აზრი გამოვიკითხეს, რის შედეგადაც დავადგინეთ, რომ 85% მართლა ფიქრობს, რომ ავტოტრანსპორტის სფეროდან არის ჰაერი დაბინძურებული. ასევე 40%-ს აქვს მხოლოდ ინფორმაცია იმ მავნე შედეგების მიმართ, რაც შეიძლება დადგეს ზუსტად ამ ჰაერის დაბინძურებიდან. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენმა ორგანიზაციამ ამერიკაში შეიძინა სპეციალური გამზომი სენსორები, რომლებიც ჰაერში ზომავს CO2 და NOx, რაც მოგცემს საშუალებას გარკვეული პერიოდის ხანგრძლივობის შემდეგ დავაკვირდეთ და ვნახოთ თუ დროის რა მონაკვეთი როგორ იცვლება მოხდა ჩვენს ატმოსფერულ ჰაერში. მიუხედავად ამისა, ეს პროექტი ემსახურება აგრეთვე მოზარდთა განათლებას ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის ეკოვიჟენის მიერ დაიწყო ტრენინგები ჩატარება სკოლებში. ეს 20 სენსორი განთავსდება 20 სკოლაში საქართველოს მასშტაბით, რაც საშუალებას მოგცემს ამ პროექტში ჩავრთოთ მოზარდები, მათ ვამცნოთ ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ, მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ჰაერის დაბინძურებაზე და ასევე საშუალება მივცეთ მონიტორინგი გაუწიონ ამ სენსორების მეშვეობით ჰაერის ხარისხს. რაც შეეხება პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ამ 40 სენსორის განთავსება თანაბარწილად მთლიანი საქართველოს მასშტაბით და იქნება სპეციალური ვებგვერდი, ყველა შეუძლია შემდეგ შევიდეს. ეხლა არის ზოგადად მსოფლიო ვებგვერდი airqualityx.com ქვია, თუმცა ჩვენ გვინდა ქართული ვებგვერდი შევქმნათ, სადაც მხოლოდ საქართველოს რუკა იქნება მოცემული და
ასევე სტანდარტები, თუ რა სტანდარტია ევროკავშირში, თუ რა სტანდარტია საქართველოში და ზოგადად რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, ამის შედარებითი ანალიზის გაკეთება შეიძლება ყველა მსურველს, ვინც კი მოხდება ამ ვებგვერდზე. და რამდენად ელით რომ მოსახლეობა აქტიური იქნება? ჯერჯერობით პროექტი დაახლოებით 3 თვე დაიწყო და რა შედეგი გაქვთ ამ 3 თვის მანძილზე? ამ 3 თვის მანძილზე მინდა გითხრათ, რომ 20-მდე სენსორი დამონტაჟებულია, თუმცა ტესტირების რეჟიმში აუცილია და ისინი კარგად მუშაობენ და როცა დასრულდება 40-ის დამონტაჟება, უკვე დაიწყება საინფორმაციო კამპანიები მთლიანი რეგიონის მასშტაბით. ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ ეკოკლუბებს, რომლებიც საქართველოში არსებობენ, ასევე აქტიურად თანამშრომლობთ გარემოსდაცვითი და უნივერსიტეტის სამინისტროსთან და გვინდა ამ ერთობლივი თანამშრომლობით და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მოკლედ ხალხს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და მეტი განათლება ჰაერის დაბინძურების და ხარისხის შესახებ. გასაგებია, ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩართვა გვაქვს. შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ჩართოთ არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოვიჟენის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნინო სულხანიშვილი. ქალბატონი ნინო, მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. ქალბატონი ნინო, გესმით ჩვენი? დიახ, მოგესალმებით. ქალბატონი, თქვენ ისმენთ ალბათ ჩვენი გადაცემის თემას, რაზეც ვსაუბრობთ. თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენთ და პარტნიორი ხართ ბატონი ირაკლის. თქვენ თუ შეგეძლიათ უფრო დეტალურად რომ ისაუბროთ კვლევაზე და რა შედეგის მიღებას ელოდებით მას შემდეგ, რაც ეს 40 სენსორი დამონტაჟდება და საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერთვება თქვენს პროექტში? ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მიღება იქნება შესაძლებელი, რადგანაც ეს სენსორები დამონტაჟდება 40 ადგილას. ამ შემთხვევაში უკვე შესაძლებელი იქნება თითქმის სრულად დახასიათება საქართველოს ჰაერის ხარისხის იმ პარამეტრების მიხედვით, რომელსაც ეს სენსორები ზომავენ. შემდეგ რა თქმა უნდა მოხდება ამ მონაცემების დამუშავება. ეს მნიშვნელოვანია ის, რომ მუდმივ რეჟიმში არის ჩართული და მუდმივად შეიძლება მონიტორინგი გაკეთდეს. ამიტომ ჩვენ დავახასიათებთ როგორც დიდ ქალაქებს, სადაც ძირითადად დამაბინძურებელი არის ავტოტრანსპორტი, ზოგადად ესეა საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ავტოტრანსპორტია და ასევე გვექნება სენსორები დაყენებული შედარებით უფრო სუფთა ადგილას, სადაც შედარებისთვის მოძრაობს, რომ ეს რაღაცნაირად ფონად იყოს აღებული, ფონური ინფორმაციას და შემდეგ მოხდეს უკვე შედარება. ასევე მოხდება ამ მონაცემების შედარება დასაშვების რაოდენობის კონცენტრაციასთან ამა თუ იმ ნივთიერების ჰაერში და შემდეგ უკვე ეს მონაცემები გავრცელდება, ყველას ექნება შესაძლებლობა რომ ისარგებლოს, რადგანაც ეს არის საჯარო ინფორმაცია და როგორც უკვე ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, ასევე დანიშნულოვანია ის, რომ ამ პროცესში ჩართული იქნება სათულები იქნებიან სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით და ბავშვები უშუალოდ დააკვირდებიან ამ პროცესს. რაც ძალიან შეუწყობს ხელს ასევე მათი გარემოსდაცვითი განათლების და ცნობიერების ამაღლებას. დიახ, ქალბატონი ნინო, თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის და სახელმწიფომ უფრო მეტი აქტივობა ხომ არ უნდა გამოიჩინოს ან აწარმოოს იმისთვის, რომ ეს პრობლემა გაცილებით უკეთესად მოგვარდეს და ანუ პრიორიტეტი გახდეს სახელმწიფოსთვის. როგორი არის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი გზა? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ალბათ ეროვნული სტრატეგია უნდა შეიქმნას. ამასთან დაკავშირებით და როგორც გვაქვს ინფორმაცია, სამინისტრო უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასევე უახლესი ტექნოლოგიების შემოტანას, ანუ საზომის სადგურების, ავტომატური საზომის სადგურების დამონტაჟებას, რასაც ასევე გეკმავს სამინისტრო. სხვადასხვა რეგიონებში ჯერჯერობით ვიცი, რომ ჩემი ინფორმაციით თბილისში, ვაშლიჯვარში ესეთი ავტომატური ჰაერის საზომის სადგური და რა თქმა უნდა პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკა და ტექნიკური უზრუნველყოფა, ასევე კვალიფიკაცია მომსახურე პერსონალის, რომელიც მუშაობს და შემდეგ იმუშავებს ამ სადგურებში, ყველაფერი ერთად დადებით შედეგს გამოიღებს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. პირდაპირ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოვიჟენის აღმასრულებელი დირექტორი ნინო სულხანიშვილი გვერდებოდა. ბატონო ირაკლი, გავაგრძელოთ საუბარი. თქვენ საუბრობდით კამპანიაზე მოსწავლეების ინფორმირებისთვის, რაზე გააკეთებთ აქცენტს ამ დროს, რა ინფორმაციას მიაწვდით მოზარდებს? ძირითადად უპირველეს ყოვლისა ამ კამპანიის ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება მოხდება თვითონ ამ
სენსორების მუშაობის პრინციპზე თუ როგორ მუშაობს, როგორ უნდა მოახდინონ დაკვირვება ბავშვებმა ჰაერის ხარისხზე, ასევე დამატებით თვითონ ეკოვიჟენი მიაწვდის ინფორმაციას ჰაერის ხარისხზე, თუ როგორ უნდა გაიზომოს, რა მავნე ნაწილაკებია ჰაერში, რა არ უნდა იყოს, რა უნდა იყოს. ასევე მიეწოდება ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები. და როგორია ეს კვლევის შედეგები, ამაზეც რომ ვისაუბროთ, მოკლედ რომ გითხრათ, რა რეკომენდაციებს იძლევიან საერთაშორისო ორგანიზაციები? ძირითადად რეკომენდაციები როგორც თუ კარგად მახსოვს, დაახლოებით 9 წლის უკან ჩამოსულიყვნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები, მათ აღნიშნეს, რომ თუ სხვაგან პრობლემა არის ძირითადად ენერგოსექტორის სხვადასხვა ქარხნები და ასე შემდეგ, საქართველოს ძირითადი პრობლემა არის ავტოტრანსპორტის. ჩვენც კარგად ვიცით, უბრალოდ ამის აღმოფხვრისთვის არის მთელი რიგი საშუალებები საჭირო, ანუ პირველ რიგში რა თქმა უნდა საწვავის ხარისხის მოწესრიგება, შემდეგ ანტეგდათვალიერების შემოღება, კატალიზატორების და კონვერტორების ანუ სწორად დამონტაჟება და ამის გამოყენება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ეკომართვის შემოღება და კურსის დანერგვა ავტოსკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 8-დან 15%-მდე უწყობს ხელს ჰაერის დამენწურებისგან, ანუ თავიდან აცილებას. და სახელმწიფო აპირებს უკაცრავად გაწყვეტინებთ 2015 წლისთვის ტექნდათვალიერების შემოღებას და დანერგვას ამ პრაქტიკის. რამდენად დაეხმარება სიტუაციას რეალურად და ხომ არ შექმნის პრობლემას, იმიტომ რომ მძღოლები საკმაოდ აპროტესტებენ ამას, იმიტომ რომ ნახევარი მანქანები რაც დადიან, ისინი ვეღარივლიან უბრალოდ ქალაქში. საერთოდ როცა ტექნდათვალიერება შეწყდა 2004 წელს, ჩვენი კანონმდებლობით არის ევროსაბჭოს სტანდარტები დადგენილი და არ ამგონია პირდაპირ ევრო 4-ზე, ევრო 5-ის სტანდარტებზე შემოვიდეს ტექნდათვალიერება, რადგან წარმოუდგენელია თვითონ ევროპის კავშირის ქვეყნებში არ მომხდარა ასე. ჩვენ დაახლოებით 3 წელი მუშაობდით GFA-ის პროექტში და ამ პროექტმა მოხდა საშუალება გავგებოთ თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოში. და ასევე ევროკავშირში დაახლოებით 3-დან 5 წლიანი შუალედებით ხდებოდა ამ სტანდარტების გამოჯობესება და არ ამგონია ჩვენმა სამინისტროებმა და მთავრობამ ეგრევე პირდაპირ ევრო 4 და ევრო 5 სტანდარტები შემოიღოს. ანუ იმ სტანდარტებით თუ შემოვა რაც დღეს დადგენილი და გაჩერებულია, ჩვეულებრივად ძალიან ბევრი მანქანა გაივლის ტექნდათვალიერებას, თუმცა მე მივესალმები იმას, რომ გარკვეული დროის მერე მოხდეს ამ სტანდარტების გამოჯობესება, რადგან ეს გარკვეულწილად გაზრდის ჩვენი ჰაერის ხარისხს. ბატონო რაი, თქვენ საუბრობდით ახალ პროექტებზე და ქალბატონი ნინოც საუბრობდა პროფესიონალ კადრებზე. რამდენად მზად არის სამინისტრო თქვენი უწყება იმისთვის, რომ ეს სიახლეები დაინერგოს და თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი და ეს ალბათ ერთ-ერთ კავშირში იქნება სამომავლო პერსპექტივასთან საქართველოსთვის. რამდენად მზად არის თქვენი უწყება იმისთვის, რომ სიახლეები დაინერგოს სამომავლოდ? მოგახსენებთ, ანუ გამართული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი არის მხოლოდ სადგურების შეძენა, ჩამოტანა და მათ დამონტაჟება, მათ საკმაოდ სერიოზული ხარჯები აქვს თვითონ მომსახურების და არ დგას რა თქმა უნდა კვალიფიციური პერსონალის საკითხიც, იმიტომ რომ ქვეყანას 2012 წლამდე არ ქონდა ესეთი სადგური, არანაირი გამოცდილება არ იყო. საბედნიეროდ ჰოლანდიურმა მთავრობამ არა მარტო ჩამოგვიტანა და დაგვიმონტაჟა ეს სადგური, არამედ მოაყოლა ექსპერტები და თავისი სწავლება, ანუ გადამზადდა გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა საქართველოში, ვისაც შეუძლია თქვა მოემსახუროს ესეთი ტიპის სადგურებს, თუმცა სამომავლოდ მაგალითად რომ გეგმავთ რომ ერთი სადგური წელს შეიძინოს სამინისტრომ და დაამონტაჟოს თბილისში და ის სამი სადგური არა ავტომატური იაპონური გრანტის ფარგლებში გადავიდეს მთლიანად ავტომატურზე სისტემებზე, რა თქმა უნდა ამას გაცილებით უფრო მეტი ადამიანი ჭირდება, გაცილებით უფრო მეტი კვალიფიციური კადრი და შესაბამისად აუცილებელი იქნება ამ კადრების მომზადება ეტაპობრივად. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება, მას შემდეგ რაც წლის ბოლოს გვექნება თქო გეგმა, სად რამდენი სადგური გვინდა და რას უნდა დავაკვირდეთ, ამის შემდეგ ეტაპობრივად, ნაწილობრივ რა თქმა უნდა ბიუჯეტის ხარჯზე, ნაწილობრივ თქო შეგვიძლია უკვე თამამად მიმართოთ დონორებს, რომ აი აქ ასეთი ტიპის სადგური გვინდა და ეს პროექტი დამტკიცებულია, რომ ნამდვილად ესეთი გვინდა. გაცილებით უფრო გაგვიადვილდება ამ ქსელის გამართვა და ამას აუცილებლად უნდა ახდეს კადრების გადამზადებაც. თუ გაითვალისწინებთ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, იმიტომ რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულები, თქვენ ისმენდით რა კამპანიასაც აწარმოებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, გაითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს? აუცილებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ყველა იმ აქტივობას არასამთავრობო სექტორის, რომელიც ამ კუთხით არის მიმართული. გარემოსდაცვის სამინისტრო ის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი და ღია სამთავრობო ორგანიზაცია, გონი ჯილდოც გვაქვს მიღებული.